ისტორიული ქორწინება გასულ კვირას საქართველოში შედგა. პირველად მართლმადიდებელ სამყაროში 4000 მეტრზე მდებარე მყინვარის წმინდა სამების ეკლესიაში 23 წლის მაკა გულედანმა და 25 წლის ნიკა ლებანიძემ იქორწინეს. მართალია მათ ქორწინების მწვერვალზე ასასვლელად ორჯერ ნაკლები მანძილის გავლა და მხოლოდ 3 დღე დასჭირდათ, თუმცა მასშტაბებით ქართული ცერემონია აშკარად აღემატებოდა ნეპალურს. მყინვარის სამებაში თითქმის 30 კაციანმა მაყარმა მოიყარა თავი. ჯვრისერის რიტუალი კი იღუმენმა იოსებმა საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევი და ყველა მართლმადიდებლური ტრადიციის დაცვით ჩაატარა. ეს ულამაზესი სანახაობა, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ დროების კამერა იღებდა, მყინვარწვერის ქვეშ მშვენიერი ქორწილით დასრულდა. მთაში ხელით დაჭერილი ჯიხვი, სვანური ვორგილი ღრუბლებში და 3 დღე ქორწინების მწვერვალისკენ უპრეცედენტო ალპინისტური ჯვრისწერის შესახებ ზადა წულაძე და ლევან ლეკიაშვილი მოგვითხრობენ. მეფეო, ცალიბადიგი გარეთ დამიტოვეს და რა ვქნა მეფეო? მოურავს უთხარი, მოურავს. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე საბერწეს უღელტეხილზე ახლად გაღვიძებული მაყრიონი ასე ერთობოდა. ამ დროს ნეფე პატარძალს ჯერ კიდევ კარავში ეძინა. ეს მათი პირველი ღამე იყო, თუმცა 15 გრადუსიანი ყინვის გამო ხამისთევა მეგობრებთან ერთად მოუხდათ. მყინვარის წმინდა სამების ეკლესიამდე სავალი ჯერ კიდევ 1 დღეა. არადა იმ ხელა სამება დაუდგეს. იქა სად არის? პავლაბარში. პავლაბარში რაღა ქერგა. წამოვიდა პატარა ბებია. მეფეო! მეფეო! გამოდი გარი. მეფე გამოვიდა. დაიჩოქეთ. დაიჩოქეთ მეფე გამოვიდა. აბარახტება. ნეფე ნიკა ლებანიძე გამოცდილი მთასვლელი და ტელეოპერატორი. ასეთ ჯვრისწერაზე დიდი ხანია ოცნებობდა. 4 წლიანი ნაცნობობიდან 2 მაკა გულედანის ცოლობაზე დათანხმებას დასჭირდა. კიდევ 2 ექსტრემალური ჯვრისწერის მომზადებას. ჯერ ჭაუხებში თიკანაძეზე ასულან. შარშან კი უკვე პირველი კატეგორიის 2 წვერზე. ჯვრისწერის მომზადება. თქვენ რადგან? აი ხუის ეკლესია. აი მეც მაინტერესებს მანდ რა უნდა ჩაიწერო. ო მამაოს კითხე მე თქვი რა უნდა ჩაიწერო? მყინვარის სამება. არც ეს მოწმობაში არის რაღაც. ბიჭო, ვის ხშიათ მომხედე. ასე ქალის ხელის სათხოვნელად საქართველოში სასიმამროსთან, მით უმეტეს სვანებთან ალბათ არასოდეს არავინ მისულა. ნიკა გამუდმებით იყურებოდა ცაში და საათზე. აია. სახლში მიყვანილ პატარძალს კი ყვავილებთან ერთად მთელი ოთახი ალპინისტური აღჭურვილობა დაახვედრა. საქორწილო ტორტის გაჭრა და ერთი სადღეგრძელო. სულ ეს იყო, რაშიც ნიკასა და მაკას მთელი თბილისური ქორწილი ჩაედია. რამდენი წლისაც ყაზბეგის მწერალია და ყაზბეგის თაერმოს, სადაც მედიხარ, იმდენი წელი გასუწყობდა გაბედნიერად ღმერთმა. იმ გზის სიგრძეს და იმის სიმაღლეს მოგცეთ ცხოვრებაში უფალმა, რა, დალოცვინებია. სად არის ეს? ჩანს კიდევ, აი თეთრი რო ეს არის ეკლესია. ბედნიერი წყვილი სანუკვარ ოცნებას რეალურად სულ რაღაც 3 საათში მიუახლოვდა. ნეფე პატარძალთან ერთად ყაზბეგში 9 კაციანი მაყრიონი ჩავიდა. გერგეთის სამებაში მათ უკვე ელოდათ დროების მაყურებლისთვის ბეთლემის გამოქვაბულის მოლოცვიდან ნაცნობი იღუმენი იოსები. აღსანიშნავია, რომ ჯვრისწერის ცერემონიალის მოსამზადებლად მყინვარის სამებისკენ იღუმენმა მარტომ გასწია. ვერცხლს გავატანეთ. აიტანა ის ჩანთა. არი ნერვიულად გაიგე? მთელი გზის მანძილზე მაკას ტელეფონით დედის დამშვიდება უხდებოდა. ოდნავ აფორიაქებული პატარძლის გამხიარულება ისევ მაყრიონმა მოახერხა. მზის აბაზანის მიღების შემდეგ კავკასიელ ჯიგიტებს სისხლი აუჩქებდათ. ყველაზე რთული ჯგუფის ახალბედა წევრებისთვის საბერწეს უღელტეხილის გადასვლა აღმოჩნდა,
რომელსაც თითქმის 3 საათი მოანდომეს. თუმცა მაგრად დაღლილებს დასვენება უკვე ბუნებამ აღარ აცალა. გასართობად არც მეტი, არც ნაკლები ჯიხვი გამოუგზავნა. გერგეჭი ცნობილი ნაგაზის ნაპრალას წყალობით თითქმის სასწაული მოხდა. მაყრიონმა მონადირეებისთვისაც კი მოუხელთებელი ცხოველი ცოცხლად შეიპყრო. ბიჭო, ეხლა ამას რო გაუშვებ, ისე გაუშვებ ჯურისტერას ამას ქარ გაკრას, გაიგე რა? კაცობრიო ქარ გაკრას. თავიდანვე ჩანდა, რომ მაყრიონში საღი აზრი იძალებდა, რადგან ნეფეც და პატარძალიც ჯიხვის მხარეს იყვნენ. მყინვარის სამებაში ჯვრისწერა 10 საათისთვის არის დანიშნული. მეტეოსადგურიდან ძირითადი ჯგუფი ცხლის ნახევარზე გადის. მაკა ოდნავ დაბნეული და ნერვიულია. ნიკაც ნერვიულობს, რადგან აგვიანდებათ. მყინვარის სამება 11-ის ნახევარზე გამოჩნდა. ამ ეკლესიას საფუძველი პატრიარქის კურთხევითა და ახალქალაქისა და კომორდოს ეპისკოპოსის მეუფე ნიკოლოზის ძალისხმევით 6 წლის წინ ჩაეყარა. მაშინ რკინაში შესრულებული პატარა ეკლესია აქ ვერტფრენით ამოიტანეს. იღუმენ იოსებს უკვე ყველაფერი მზად აქვს. ნახევარ საათში პირველად მართლმადიდებლურ სამყაროში 4000 მეტრზე ჯვრისწერის ულამაზესი რიტუალი დაიწყო. გვირგვინოსანი კლიმის კავალიის სოხთისა მარიამი და მონოვის სოხთისა ნიკოლოს სახელით მამისა და დადისა და დასუნის საწმინდისა და აცდამარის და ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მიხარია, რომ აი როგორც ჩავიფიქრეთ ვედანი კი ყველაფერი ისე. ისროლა! რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის ჯვრისწერას, როგორც ყველა ადამიანისთვის, მართლმადიდებლისთვის. მით უმეტეს ესეთ ადგილას, იმიტომ რომ მაინც ახლები არიან, პირველად იყო ძალიან ბევრი მთაში წამოსული და მაინც დაძაბული ვარ ეხლაც კი და სანერვიულოც ბევრი იყო. შემდეგ იყო ცოტა ავანტურისტული დაშვება მეტეოსკენ, რომლის დროსაც დროების ოპერატორი ლევან ლეგიაშვილი დაშავდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, რომ ლევანს თურმე ნეკნი გაუტყდა. თუმცა ამ დროს ამაზე საფიქრად არავის ეცალა. თებში, მომძანდით, იბედიერეთ. წინ იყო მთავარი, უპრეცედენტო ჯვრისწერის რიტუალის ულამაზესი ფინალი. გატეხილი თებში და საქორწილო სუფრა, რომლის მსგავსი მეტეოს თითქმის 70 წლიან ისტორიაში არავის უნახავს. აი ესე ლამაზად ყოფილიყოს ყველაფერი და თქვენ ცხოვრებაში, როგორც ახლა გიყვართ ერთმანეთი, ესე ყოფილიყოს კიდე 130 წლის განმავლობაში, 130 წელი. ჯოუს! გაუმარ! ჯოუს! და რაღა თქმა უნდა პატარძლისადმი მიძღვნილი სვანური ვორგილი, რომელიც ღრუბლებში დაღამებამდე ისმოდა.